მაგრატლების და დანების ლესვა. ხიდი ჯაგრისებს, ცოცხებს. ქალბატონი ქარბუქი. საჭირო წრილმანს, სიაფად. ხიდი ჯაგრისებს, ცოცხებს. ფილმი გადაღებულია ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით. მარიანე ზეგებრეხტი. ხიდი ჯაგრისებს, ცოცხებს. ჰერბერტ ფოიერშტაიერი. დილამშვიდობისა, ტიმურ. გასურნელია. უკანა გზაზე ერთ კურს ავიღებ. იოჰანა გასტორფი. გელოდები. ლეა აიზლები. კამილე დომბროვსკი. დილამშვიდობისა, ტიმურ. იოში გრიმი. ვალენტინ კრანცი. დილამშვიდობისა, ტიმურ. მოიცადე, ტიმურ. ჯაგრისი გინდა? ინებე. მაგრატლებს და დანებს ლესავს სწრაფად. ხიდი ჯაგრისებს, ცოცხებს. დილამშვიდობის, ხიდი ტიმურ. ჯაგრისებს, ცოცხებს. გისმენ ქალბატონო. შეგიძლია დღესვე გამილესო. რა თქმა უნდა. შუა დღესვე მიიღებ. ახალივით ბასრი იქნება. ერთ პატარა სოფელში მრავალი წლის წინ ქვრივი ქალი ცხოვრობდა, რომელსაც ორი ქალიშვილი ჰყავდა. მარია და ლუიზა. გამარჯობა. რეჟისორი ბოდო ფიურნაიზერი. დები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდნენ. აი უფროსი და მარია მოგრძალებული და გულმოდგინე იყო. და დედას რაშიც კი შეეძლო ყველაფერში ეხმარებოდა. დილამშვიდობისა, შტროპი. ლუიზა პირიქით მუდამ საკუთარი თავით იყო დაგავებული, განებივრებული და ზარმაცი გახდა. მომასვენეთ. ასე რატომ იქცევი, ლუიზა? ეს სულელი ძაღლი ძილს მიფრთხობს. აქ რა უნდა? ადეკი, შტროპი. გარეთ გადი. ლუიზა, არ დგები? დღეს შაბათია. რაში მენაღლება? შაბათობით სახლში საქმის კეთება შენ გევალება. დედამ ასე დააწესა. მერე რა? წადი და შენ გააკეთე. თორემ დედას ვეტყვი, რომ შტრუპი ისევ საწოლში გეძვინა. ვიდრე მამა ცოცხალი იყო, შტრუპის ღამით აქ დარჩენა არ ეკრძალებოდა. ხელს ხომ არავის უშლის. როგორ არა, მე მიშლის. დარწმუნებული ვარ, წყილები ყავს. არ მეყვარს სახლში როცაა. შტრუპი. ჩემო შტრუპი. არი დარდო. ლუიზას შენი წვენინება არ უნდოდა. შტრუპი. რა კარგი იყო მამა, რომ ცოცხალი იყო. ისე ძალიან მენატრება. ვიცი, შენც გენატრება. დილამშვიდობისა, მარია. დილამშვიდობისა, იოჰან. ხო, ეს პური დედას მიუტანე და მომიკითხე. აუცილებლად მივუტან. მაგრამ იყო მიცი ამას. აზრი არა აქვს. აქვს. ადრე თუ გვიან მაინც გავარკვევ დედაშენს როგორი პური უყვარს. მაშინ მეც გამიგებს. დღეს რა მოიტანა? არ ვიცი დედა, მაგრამ კარგი სუნი აქვს. ეგ არაფერს ნიშნავს. დილამშვიდობისა, ლუიზა. დილამშვიდობისა, დედა. კარგად გეძინა? ეს რაღაცა ხილის გული, დედა. ეს მე პურე სულ გადაირია. ლამის კბილი მომტყდა. ჩემი ასლით განსაკუთრებული გემო აქვს. და დარწმუნებული ვარ, კარგი უნდოდა. ნამდვილი ბრიყვია. ეჩქარეთ, სარეცხის მთა გელოდებათ და მთელი გოდორი მატლია დასართავი. დედა, გონი ავად გავხდი. მთელი დილაა, თავს ძალიან. სუსტად ვგრძნობ. სულ გაფითრებულ ხარ, შვილო. წადი, წამოწექი. საქმე შენ მიხედე, მარია.
გაგიმარჯოთ, ქალბატონო ვებერ. ჩემი ახალი პური თუ მოგეწონათ? ჩემს ბატებს მოეწონათ. თხილი პურში, მსგავსი სიზულელე არასოდეს გამიგია. გამარჯობა, ფრაუ კრიუგერ. გაგიმარჯოთ, ფრაუ ვებერ. ჩემი სუფრები გარეცხილია? ჯერ არა, მაგრამ საღამოსკენ თქვენს ვარს თუ გამოგზავნით, გამზადებულს გამოვატან. თქვენი რომელიმე ქალიშვილი ვერ მოიტანს? არა, დედა. ამას სიამოვნებით გავაკეთებ. ამდენს რომ შრომობთ. გმადლობთ. როცა კი მარიაში მთელ საქმეს მორჩებოდა, ჯარასა და მატყლის სავსე კალათას აიკიდებდა და ჭის პირისაკენ გაემართებოდა ხოლმე. გამარჯობა, მარია. გამარჯობა. ეს პუიცას თუ თვალი არ მომიგრავს. საწოლში წევს. რაღაც გაუგებარი ახალი სენი შეეყარა. საწყალი. ესე იგი ხოლმე სოფლის ზეიმზე ვერ მოვა. არი დარდა. კარგად ვიცნობ. მანამდე სასწაულებრივად გამოკეთდება. იმედია. მომიკითხე. კარგი. Mein ganzes Herz erfreut, wenn ich nur tu anschauen, die Blümlein auf der Auen und hör die Vögel singen, wie es so schön tut klingen. მოხვედი. დედამ დაიბარა, რომელიმე პური დამოაწყვეტო. მე უნდა დავწვე. ძალიან დაღლილი ვარ. მე კი ავად ვარ. მარია, ეს რა გიგეთია? წამოდი შტროპი. გინდა? მინდა და ძაღლისთვის შემეხედა. უცნაურად ხრიალებდა. დაწექი ლუიზა. ძაღლსაც აშინებ და მეც. ეს გულსაბნევი საიდან გაქვს? ტიმორ მამაჩუკა. ხუი, ასეთი ძვირფასი ნივთი შენთვის რატომ უნდა ეჩუქებინა? მოიპარავდი. არა, მომეცი. შენ ისედაც მამას ნაჩუქარი მძივი დაგჭა. შტრუპი ჩემ გაჩუქა. საერთოდ შენ ჩემზე მეტად უყვარდი. ასე არ არის, ლუიზა. კარგი. გქონდეს. დამშვიდდი, შტრუპი. ყველაფერი კარგადაა. ცუდი არ არის. მაგრამ მეტის მეტად ტკბილია. მაინც მივაგნებ ისეთ პურს თქვენ რომ მოგეწონებათ. დროა ფახმალი დაპაროთ მეპორე. ამას ტერასოდეს მიაღწევთ. დედა შეიძლება ამ საღამოს სოფლის ზეიმზე წავიდე. თავს უკვე კარგად გრძნობ?
კარგი. ოღონდ მხოლოდ 1 საათით. მეც დედა, შენ როცა მატყლის დართვას მორჩები. ლუიზა რომ დამხმარებოდა, უფრო სწრაფად დავამთავრებდით. ხომ იცი რა ნაზი და მოუქნელი ხელები აქვს. ლუიზა პირიქით შეგიშლის. ნახე, რა ლამაზია. ინა გაჩუქო. აიდე. ინებეთ, მადლობთ. დამოვარდეთ. ინებეთ, ხარად მადლობ. სამოგებით. ცეკვა? არა. ოღონდ შენთან არა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. დიდრე სოფელში მუსიკა ჟღერდა და ყველანი დროს ატარებდნენ. მარია ჭისპირას ჯარას უჯდა და მანამ მუშაობდა, ვიდრე თითები არ დაიგრიჯა. ახლა რა ვქნა? ვაიმე, შტრუპი, რა ვქნა? დედა თავს წამაცლის. თითი სტარი. მადლობ, შტრუპი. იქნა გამოფხიზლდი. ეს არის საქმე. არის, მე ვარ. უჩინარი კი არ ვარ. კი, მაგრამ ეს როგორ? ლაპარაკი შეგიძლია? ო, ლაპარაკი შეგიძლია? რატომაც არა? შენ ხომ ლაპარაკობ? თავის სიზმარში მგონია. ნეტავ. სად ვარ? სად და ქალბატონ კარბუკთან. სხვაგან სად იქნები? ეს ვინ არის? ქალბატონი კარბუკი ის ყველაფერია. საფხული და ზამთარი. წვიმა და თოვლი. სხვათა შორის გუსტავი მქვია. შენ ვინ ხარ? მე მარია ვარ. შეგიძლია სახლის გზა მიმასწავლო, გუსტავ. ეს ჩემი მძივია? ჩემი, შენი, აქეთ, იქით. დიდი ამბავი. ცოტა ხნით ვითხოვე. კი, მაგრამ ხორას მძივი რად უნდა?
ამას ზუსტად აგიხსნი. ყველა, აბსოლუტურად ყველა ფრინველს რაღაც აქვს განსაკუთრებული. რითაც ხეებში გამოირჩევა. ლამაზინის კარტი, ფერადი ბუმბული, კარგი ხმა. მე კი სულ არაფერი გამაჩნია. სულ არაფერი. რა არის ამაში სასაცილო? არაფერი, მაბადია. ამ ძივით მეც მივიყვრო ყურადღებას. თაყვანისცემლები თავზე საღრელად მეყოლება. ეგ შეგიძლია დაივიწყო. საწოლეს ეძებს და მისი აზრით სამკაული განსაკუთრებულ ხიბულს მისცემს. შენ ხარ? მე ლიმონელა მქვია. პეპელალა. თუმცა ჯერ არა. ვიდრე ამ მახინჯი კანიდან არ გამოძვრები. შეგიძლია ამაში დამეხმარო. არ დამეხმარები? აუჩ! მაპატია, თითები გაუხეშებული მაქვს. ჩემი საყურეები. ძალიან ლამაზია. აბამ, ახლა დამიბრუნებ ჩემ ძირს. დამიბრუნებ? მხოლოდ მას მერე რაც საცოლეს მოუნახავ. გგონია ამაში მძივი დაგეხმარება? აბა არა. აბა გინდა ყორანმა ქალბატონებმა მხოლოდ მძივს და საყურეებს მიაქცია ყურადღება. არა. გამოვთქვი. უკვე დიდი ხანია გამოვთქვი. ვისთვის გამოწვით მშვენიერო პურე. ქალბატონი ქარბუქისთვის. ქალბატონი ქარბუქისთვის. ესე იგი ახლოს ცხოვრობს? ისევ შენ ხარ? ხო, ისევ მე ვარ. მითხარი რა იგულისხმე წეღან რომ თქვი, ყველა მხოლოდ შენ სამკაულს შენიშნავსო. რა გსურს? ყორანმა ქალბატონებმა შენ შეგიყვარონ თუ შენი სამკაული? რა თქმა უნდა მე. ჩემი ვაშლები ბოლომდე დამწიფდა. გთხოვთ, დამბერდეთ. საწყალო. ვაშლები რომ ჩამოვყარო, ხომ დაიჟეჟება? არა. ჩამობერდე. არი დარდო, მიწარბილია. კიდევ სცადე. კიდევ. რა შვება. ტოტები ისე ძლიერ მქონდა დამძიმებული. გმადლობ. შენთვის ერთი ვაშლი ამოირჩიე.
რა გემრიელია. ძალიან ტკბილია. გმადლობ ძვირფასო ვაშლის ხერ. გამარჯობა. ისევ მე ვარ. ლიმონელა. რა ლამაზი ხარ. გმადლობ. ამ სქელი კანიდან გამოძრომა ძალზე სასიამოვნო იყო. ამოვისუნთქე. აი ქალბატონ კარბუქის სახლსაც ვხედავ. ეს არის? დიახ, ეს ქალბატონი კარბუქია. ნამდვილ მზეს გავს არა? აი ნახავ, ისეთი კარგია. შეგიყვარდება და აქაურობის დატოვება აღარ მოგინდება. გამარჯობა მარია. რა კარგია რომ მომაგენი. სულ მოუთქმელად გელოდებოდი. კი, მაგრამ საიდან მიცნობ? შემობრძანდი. სადილი მზადაა. მე მხოლოდ იმის კითხვა მინდოდა, შენ როგორ დავბრუნდე? ჭაში ჩავვარდი და ვიცი. გონს რომ მოვედი, დელოზე ვიყავი. იქნებ შინ შემოხვიდე. შიერი იქნები. არა, მე... აბა? გემრიელად მიირთვი, ჩემო პატარავ. გმადლობთ. მამა როცა ცოცხალი იყო, ასეთი დიდებული სუფრა მაშინაც კი არ გქონდა. ხო. დღეიდან ყოველ დღე ასეთ სუფრას გაგიშლი. შენ კი მხოლოდ სახლი დამილაგე. ყვავილები მორწყე და ზოგჯერ ლოგინი დამიბერტყე. სხვა არაფერი? არაფერი. მაგრამ დედა ჩემი და ჩემი და მელოდებიან. მათ ვჭირდები, იცი? უკვე დიდი ხანია არავინ სტუმრებია. ბედნიერი ვიქნები. ცოტა ხნით მაინც თუ დარჩები. და შინაურ საქმეებში მომეხმარები. სულ ცოტა ხნით. ამას არ ინანებ. დღეს და 7 ღამეს ეძებდნენ სოფლელები მარიას. მაგრამ ამაოდ ზოგს ეგონა სახლიდან გაიქცაო. სხვები ამტკიცებდნენ უეჭველად რაღაც შეემთხვეოდაო. მხოლოდ შტრუპი მიცოდა სინამდვილეში რაც მოხდა და ჭასარს სცილდებოდა. საბრალო შტრუპი. ისევ მარიას ელოდები? აქ შემშილით მოკვდები. წამოწევი სოფელში. ეს ხომ არც ისე ძნელია. მარიამ უცების სწავლა. მე უფრო ნაზი თითები მაქვს. ასეთი საქმე ჩემთვის შეუფერებელია. ესე იგი მოგიწევს შეგუება. დართვას და ქსოვას ერთდროულად ვერ მოახერხებ. მატყლის საქსოს სახელოსნოში რომ ჩავაბაროთ. ხომ არ გადარეულ ხარ. ერთ-ორ დღეში თითებზე კანი გაგიუხეშდება და ტკივილს ვეღარ იგრძნობ. ნეტავ მარია დაბრუნდებოდეს. გამარჯობა. ლუიზა. ხომ და დაგეხმარები. გამარჯობა ლუიზა. ნუ მაცოფე ფრიდერ. მოუსვი აქედან.
დღეს უკან გიბრუნებ. გმადლობ. საცოლე თუ იპოვე? არა. ყველა ამ ძირზეა გადარეული. ისე შენ თვალში როგორი ვარ? როგორც ყორანი. უბრალოდ შენო ყორანი იყო, მოგეწონებოდი? ძალიან. მართლა? და რატომ? ძალიან ლამაზი შავი ბუმბული გაქვს. იუმორის გრძნობაც გაქვს. შენთან საუბარი სახალისოა და გვიანი ხარ. ბრძენი მგონი ხარ. აჰა. მარია. აბა მზად არის. მოგწონს? ეს ჩემთვისაა? აბა მე არ ჩამეტევა. ბებია ჩემის ნისკარტშპიცა მშვენიერი შესახედია. ულამაზესია. გმადლობთ. არაფრის. მოდი. რელიზი მომზადებულია სრულად ქონის მიერ. ამასობაში ზამთარიც მოგვადგა გარს. მარიას კვალი კი სამსუხაროდ კვლავ არ სადარჩა. სხვადასხვა ფერის სამნაირ ქსოვილს დამბერდით. ესენი კი ერთმანეთისგან საერთოდ არ განსხვავდება. რა გავაწყო? ლუიზა, ცხრები ფარეხში შეყარე. ყველაფერი მე რატომ უნდა გავაკეთო? მოსამსახურე ვარ? ლუიზა ყოველთვის ასე ბრაზობს, როცა გეხმარებათ. ეს რა არის? საშინელი უნიჭოა. ძაფის დართვა ვერ ვასწავლე. მარია ყველაფერში მაკლია. მარია, საცოლე ვიპოვე. ძალიან მიხარია გუსტა. აბა? ლამაზია? მასზე ლამაზი ქვეყნად არავინაა. მარია, შენთვის დავალება მაქვს. ეს საბანი ყოველდღიურად გულმოდგინედ უნდა დაბერყო, რადგან დედამიწაზე ახლა ზამთარია. ბუნებას მოსვენება სჭირდება. თოვლი მთელს ბუნებას თბილი ქურქივით გადაეფარება და ყინვისგან დაიცავს. რათა ბუნებამ გაზაფხულზე კვლავ გაიღვიძოს და იყვავილოს. ესე იგი, როცა დედამიწაზე თოვლის, ეს შენ ვერტყავს საბნებს. მაშინ ძალღონეს არ დავიშურებ, რათა ყველას ლამაზი ზამთარი ჰქონდეს. კარგა ხანია არ მოსულა. თვალებისა და ცხვირისთვის რამე მონახეთ? სწრაფად ფლიდერ. 2 ნახშირი და 1 სტაფილო მოიტანე. ერთი მითხარი, ეს სიამოვნებას განიჭებს? რას გულისხმობ? ნეტავ ზამთარი სწრაფად დამთავრდეს. რატომ? სახლში სითბო და სიმყუდროვეა.
არ მინდა თოვლი რომ დადნეს. არ გესმის. გაზაფხულზე ხალხს ახალი ტანის სამოსი დასჭირდება. გმადლობ მარია. შენ ძალიან იყოჩაღე. ახლა კი გაზაფხულის მოსვლის დროა. ჩემი სახლი. რამდენიმე თვის შემდეგ სოფელში რომ დავბრუნდი, იქაურებს მარია უკვე თითქმის აღარ ახსოვდათ. გამარჯობა ტიმურ. რამდენი ხანია გელოდები. ზამთრის განმავლობაში დანები და მაგრატლები სულთლად დამიბლაგდა. ქალბატონო ვებერ, თქვენ სამსახურში მიგულეთ. მარიასგან არაფერი ისმის? რა დაგემართა მარია? დაღონებული მეჩვენები. შეგიძლია გამანდო, რაც გაწუხებს. ისე კარგად არასოდეს ყოფილვარ, როგორც თქვენთან ვარ, ქალბატონო კარბუკო. დამიჯერეთ. ძალიან მადლობელი ვარ. მაგრამ ჩემი შტრუპი ძალიან მენატრება. დასხვევით. თქვენთან ათასჯერ უფრო კარგია. მაგრამ ჩემი ადგილი იქაა. დედასთან. დასთან. ჩემ სოფელში. სახლი მოგნატრებია. მესმის შენი მარია. თუმცა გული მწყდება წასვლა რომ გინდა. რადგან ძალიან შემიყვარდი. ვიცი რომ სამუდამოდ აქ ვერ დარჩები. წამოდი ჩემო პატარა. გზას გიჩვენებ. გმადლობთ. მეგონა დაიკარგა. ამ ხნის განმავლობაში შენთვის ვინახავდი. ახლა კი მშვიდობით მარია. ბედნიერი იყავით. ამ ჭიშკრით შენ სახლთან მიხვალ და შენი სიყოჩაღისა და გულითადობისთვის ჯილდოსაც მიიღებ.
მარია, ეს შენ ხარ? მე ვარ. ვერ მიცანი, სებასტიან? სულ სხვანაირად გამოიყურები. ცესავით ანათებ. დაბრუნდი, შვილო. ნამდვილი სასწაულია. თანაც რა ლამაზი ხარ. ძალიან ლამაზი ხარ. ზამთარში საწოლებს ვერწყავდი. დედამიწაზე თოვლი რომ მოსულიყო. და ბუნებას დაესვენა. მინდა იცოდეთ, რომ ბუნებაში ყველაფერზე ქალბატონი ქარბუქი ზრუნავს. ჩემი არ გჯერათ? თავარია რომ ისევ დაგვიბრუნდი, შვილო. ის თითის ტარი თუ იპოვე, ჭაში რომ ჩაგივარდა. ეს ჩვენი თითის ტარი არ არის. საიდან გაქვს? ქალბატონმა ქარბუქმა მომცა. ეჯი არ არის? ოქროა. რომ გავყიდოთ. ნეტავ რამდენს მოგწევენ. მაგრამ ეს რომ გავყიდოთ, ძაბს რითი დავrtav. ამ თითის ტარით ყველაზე უფრო სწრაფად ვმუშაობ. მართალი ხარ. მატლი ძიმდენი დაგროვდა. ლუიზა სულ არ ეხერხება დართვა. მარტოს მიწევდა ყველაფრის კეთება. რა ჩემი ბრალი ასეთი ნაზი თითები რომ აქვს. დაწყნარდი, ახლა ხომ დავბრუნდი. და არაფრის კეთება არ გიწევდა, მხოლოდ სახლს ასუფთავებდი და საბნებს ვერტყავდი. და ყოველ დღე ისეთ გემრიელ საჭმელს ვჭამდი, მანამდე რომ არასოდეს გამისინჯავს. ეს კაბად საჩუქრად მივიღე. თავიდან ჭაში რომ ჩავარდი. სულ არ შეგეშინდა? არა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. თითის ტარი ხელზე ვიჭვლიტე და მინდოდა სისხლის ჭაში დამებანა. მერე კი აღარაფერი მახსოვს. ყვავილები ამ დელოზე გამომეღვიძა. ძილინებისა, ლუიზა. მეორე დღეს მთელი სოფელი მარიას სასწაულებრივ დაბრუნებას ეიმო. ხალხი ყველა მხრიდან მოვიდა. მარია სათნოებით ყველა მოიხიბლა. ყველას მის სიახლოვეს უნდოდა ყოფნა. გამარჯობა მარია. მეც მინდა შენთან ცეკვა. ფრიდე, ენა აღარ გებმევა. მართალია, შეამჩნიეთ? ჩვეულებრივად ვლაპარაკობ. ენა აღარ მებმევა. და არავის, მართლაც არავის. ერთხელაც კი არ შეუხედავს ლუიზასთვის. ზუსტად ისეთი გემო აქვს, როგორიც ბავშვობაში ქონდა. შესანიშნავია. ერთი ნაჭერიც მომეცი. რამდენის გენებოთ, ქალბატონო? ოღონდ ჯერ ნება მიბოძეთ საცეკვაოდ მიგიწვიოთ. ლუიზა თავს ისე მარტოდ გრძნობდა, როგორც არასოდეს. დარაგის სხვა საშველი არ ეგულებოდა, გადაწყვიტა მარიასთვის მიებაზა. ადგა და ყველასაგან შეუმჩნევლად მიატოვა სოფლის მოედა.
რა უდაბური ადგილია. არავინაა, მხოლოდ ყვავილები. ამაზრზე მიმწერები. ის ადგილი უნდა იყოს. რას ჩადი? ჩემი მოკლა გინდა? ვაპარაკობს კიდეც. შენ მუხლუხობ, ქალბატონი ქარბუქის სახლისკენ გზას მიმასწავლე რა. ძირს დახოხავ და მხოლოდ ბალახებსა და ყვავილების ღეროებს ხედავ. მაგრამ თუ კანიდან ამოძრომეში დამეხმარები გეტყვი. არა, მეორედ ნამდვილად ვეღარ მოგკიდებ ხელს. შენი კარგად მესმის. შეიძლება გაგეცნო. გუსტავი. ახლოს არ მომეკარო. ყორნებს უბედურება მოაქვთ. რა სისულელეა? ეს ხომ ყველა მიცის. ყორნები მახინჯები არიან, რაც გზინავს ყველაფერს იპარავენ. ყველაფერი ერთმანეთში აგრევია, ჩემო კარგო. კაჭკაჭები იპარავენ. ყვავებს უბედურება მოაქვთ. ყორნები კი ჭკვიანი და ბრძენი ფრინველები არიან. ჰეი, გუსტავ, ასეთი ჭკვიანი თუ ხარ. შეგიძლია ქალბატონი ქარბუქის სახლამდე უმოკლესი გზა მიმასწავლო. რა თქმა უნდა შემიძლია. მაგრამ არ მსურს. არ ქსურს და ნუ ქსურს, სულელი ფრინველი. გამოგდგი, თორემ დავიწვევით, უკვე დიდი ხანია გამოვწყვით. თქვენ რა გიჟი გგონი ვართ? თითები დამეწვება. ისე? სიერი კი ვარ. ერთი ნაჭერი მეც მომიტეხე. თვითონ გამოიღე. ქალბატონი ქარბუქის სახლის გზა თუ გაიგე? არა. არავინ მეხმარება. ნეტავ რატომ? მითხარი. ეს გულსაბნევი მოგწონს? ცუდი არ არის. თუ ქალბატონ ქარბუქთან მისასვლელ გზას მასწავლი, გაჩუქებ. ძალიან დაგამშვენებს. ეგ არ მჭირდება. ჩემს ცოლს ისეთი უყვარვა, როგორიც ვარ. დამბერტყე. ჩემი ვაშლები ბოლომდე დამწიფდა. ისევ სამუშაო? ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამთ. ვაშლები ხომ თავში დამეცემა. გემრიელია. ვაშლებს თუ არ ჩამობერტყა, გაბუჭდება. ეს ხომ ჩემი ვაშლები არ არის. მორჩა, ქალბატონ ქარბუქთან მეჩქარება. ყველაფერი დაგიბრუნდება. კარგიც, სუდიც, ბედიც და უბედობაც. ყველაფერი დაგიბრუნდება. კარგიც, სუდიც. რაო, ქალბატონი ქარბუქის სახლს მიაგენი? შენ ვიღახარ. ის მუხლუხო წეღან ამას რძენი რომ მიწოდე. მართლა? აქ ცხოვრობს ქალბატონი ქარბუქი. გამარჯობა ლუიზა. კარგია რომ მოხვედი. სადილის მზად მაქვს. სოფლის მცხოვრებლები ისევ 7 დღესა და 7 ღამეს ამაოდ ეძებდნენ დაკარგულ გოგონას. ვერ მიხვდარიყვნენ ლუიზას რა უნდა მოსულოდა. მხოლოდ მარია ვარაუდობდა. იქნებ ჭაში ჩახტა. რაო? აბა, სადილი როგორ მოგეწონა ლუიზა? როგორც ყოველთვის. მოგვიანებით რომ ავალაგო. ჯობს ახლავე გააკეთო. მერე რომ საფიქრალი აღარ გქონდეს. სულ რატომ უნდა ვიმუშაო?
კაბა უკვე სუნთლად დამილაქავდა. ახალს როდის შემიკერავთ? მე მგონია, საჭირო არ არის. აი ეს წინსაფარი გაიგეთე, რომელიც შეგიკერე. ამ სულელურ წინსაფარს არ გავიკეთებ. მოსამსახურე კი არ ვართ. გამარჯობა, მარია. ასე. რისი თქმა გინდოდა, გუსტავ? ყვავილების მორწყვის ნაცვლად ეს ზარმაცი საქანელაზე ქანაობს. მე თუ მკითხავ, სულ ტყუილად ირჩები. კიდევ ცოტა ხანს აცალე. როდემდე? ზამთარი კარს მოგდგომია. სებასტიან, წელს შობას უთვალოდ ვიზეიმებთ. სამწუხაროდ ასეა. ნახე. თოვს. თოვლი. დრო იყო ეთოლა. წამოდი, თოვლის ბაბუა გავაკეთოთ. წამოდი. კიდევ რამდენ ხანს უნდა ვბერტყო? ჯერ ახლახან დაიწყე. ქვეყანაზე ყინვა დათარეშობს და მისგან დასაცავად მცენარეებს თოვლის საფარი სჭირდებათ. მაგრამ ხელები უკვე დამეღალა. ცოტა ხანს ხომ შეძლებ. ბავშვები უკვე დიდი ხანია ცას შეხურებენ და თოლს ელოდებიან. ხომ არ გინდა იმედი გაუცრუო? ეგ სულ არ მადარდებს. შეუძლებელია. თოვლი შეწყდა. მოსწაური ზამთარია. სულ ტყუილად ირჯები. წამოდი, მარია. ყინვისაგან დასაცავად მცენარეებს თივა მივაფაროთ. თოვლს ვეღარ დაველოდებით. ამ ზამთარს როგორც ჩანს, თოვლი აღარ მოვა. რაც დაიმსახურა ის გადაუხადე და ბოლოს შინ გაუშვი. მერე ეს მეტის მეტად სასტიკი არ იქნება? ყველა იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს. ლუიზა, შეგიძლია შენ დაბრუნდა, შენი დახმარება აღარ გჭირდება. რომელი დახმარება? როგორც იქნა? და სად არის ჭიშკარი? ჩემი თითის ტარი სად არის? აი. კი, მაგრამ ოქროსი რატომ არ არის? მივხვდი. ოქროთ მაშინ გადაიქცევა, როცა ჭიშკარში გავივლი. ასეა? ასეა. ჭიშკარში როცა გაივლი, იმ ჯილდოს მიიღებ, რასაც იმსახურებ. ლუიზა. მაგრამ გახსოვდეს, ყოველ დღე შეგიძლია ყველაფერი თავიდან დაიწყო. ეს შენზეა დამოკიდებული. ჩვენი ბინძ
ბინძური გოგო დაბრუნებულა. ლუიზა? ლუიზა? რასკავს? რა საშინელებაა? დაბრუნდა. ეს რა არის? აჯუჭიანია. საზისრობაა. საშინელება. ბინძური. ხალბატონ ქარბუქთან იყავი? ხო. სახლსაც ვულაგებდი? ხვავილებსაც ვურწყავდი? ლოგინებსაც ვუბერტყავდი? მაგრამ ზამთარში თოვლის სულაც არ მოსულა. რაც შემეძლო გავაკეთე. მადლობის მაგივრად კი? აი რა მივიღე. ოქროს თითის ტარიც კი არ მოუცია. აი თმა დაივარცხნე. და აი ჩემი ოქროს კაბაც ჩაიცვი თუ გინდა. ნახავ, სულ სხვანაირი იქნები. არა, მაბადია. მამას უნდა დავეხმარო. ეს ყველაფერი დაგიბრუნდება. კარგიც და ცუდიც. ზედიც და უბედობას. ეს ყველაფერი დაგიბრუნდება. აღარავის მოვწონ ვარ. ყოველმა დღემ შეიძლება განახლება მოგიტანოს. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. მხოლოდ შენზე. მოძრავო პეპელა, თორემ ვერ გაგათავისუფლებ. თათი იდგინე სტრუპი. მოდი ჩემთან. გამშვიცდი, არაფერს დაგიშავებ. მოდი ჩემთან. რელიზი მომზადებულია სრულად ქონის მიერ. შესაწყალო. ეკალი შეგრჭობია. ახლა ვერ მოგაცილებ. აი ნახე. აქ მაქვს. შტრუპი, მოიცადე. მოიცადე. ლუიზა, მოიცადე.
რა კარგია რომ მოხვედი. ეს კაბა გიხდება. ახლა უწინდელზე ბევრად უკეთ გამოიყურები. გმადლობ. აიღე. შენი გულსაბნევი. მაპატია რომ წაგართვი. გმადლობ. ჩუქნი. შენ ჩემზე მეტად გიხდება. მე მაინც მამას ნაჩუქარი მძივი მაქვს. დიდი მადლობა. მეცეკვები ლუიზა. კი? სიამოვნებით. მაშინ იცეკვოთ. მას შემდეგ ლუიზას მუდამ ახსოვდა. რა კარგია, როცა სხვებს კეთილად ექცევი. და იმ დღიდან დედასთან, მარიასთან და თანასოფლელებთან ერთად დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდა. დასასრული.